მოგზაურის დღიურის ინდონეზიური თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. არაერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის ნახვის მიუხედავად, კიდევ არაერთი ადგილი დარჩა მოსანახულებელი, მაგრამ ამ გადაცემისთვის ბოლო ტკბილილ უკმა მოვიტოვე. პირველ რიგში ერთ საინტერესო ტაძარს მოვინახულებთ, შემდეგ კი ორ ჩანჩქერზე ვილაშქრებთ. მაშასე დავიწყოთ. ძღოლმა, რომელიც ტეგალალანგის ტურის დროს გვახლდა, ჩემი კეთილგანწყობა დაიმსახურა და დღევანდელ ტურზეც მას შევუთანხმდი. ტურის ღირებულება ორ ადამიანზე დაახლოებით 300 ლარია, რომელშიც შედის ტრანსპორტირება, შესასვლელი ბილეთები და ადგილობრივი გიდი. ძღოლმა დილით მოგვაკითხა და დავიძარით ტაძრისკენ. მგზავრობას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება. გზა მრავალფეროვანი ხედებით გამოირჩევა. განსაკუთრებით აღუნიშნა ვულკან აგუნს, რომელიც, როგორც ადრე ვთქვი, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოქმედი ვულკანია მსოფლიოში. სასიამოვნო მგზავრობის შემდეგ მივედით ულუნდანუს ტაძარში. ჩვენმა მძღოლმა აიღო ბილეთები, გავიარეთ შემოწმება და უმშვენიერეს ადგილას აღმოჩნდით. ჯერ ისევ გარე ტერიტორიაზე ვარ, სადაც პარკია მოწყობილი, შეიძლება ითქვას ტურისტული კომპლექსი. აქვე დავინახე ბავშვთა გასართობი ადგილები, სასრიალო იქნება თუ სხვა სათამაშო სივრცეები და სანამ ტაძარში შევალთ, ჩემ უკან არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ვინაიდან ეს არის ბუდისტური თაყვანისცემის სტუპა. ცოტა გასაკვირია ინდუისტურ ტაძართან, რომ ბუდისტური სტუპა არის, თუმცა ეს ფაქტიც ხაზს უსვამს აქ ცხოვრები ხალხის ჰარმონიულ ცხოვრებასა და ტოლერანტობაზე. ახლა შედარებით ახლოს იმან რომ კარგად დავათვალიერო და უკვე გადავალთ უშუალოდ ტაძრის მონახულებაზეც. ტაძრის კარიბჭეში შესვლისას მაშინვე შესამჩნევია ბალინური არქიტექტურული ნიშნები და იერუსიანი სალოცავები. კომპლექსის შიგნით 3 მთავარი სალოცავია. ღმერთ ვიშნუს სახელზე აშენებულ სალოცავს 11 იარუსი აქვს. ღმერთ ბრაჰმას 7 იარუსი, შივას კი 3 იარუსი. ყველა ეს ტაძარი ღმერთების პატივსაცემად, ასევე რეგიონში ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის მოსატანად იყო აგებული. გორაგზე დიდი მეჩეთი მოჩანს, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ მულტიკულტურული ერისუნარს მშვიდობიანად იცხოვროს რელიგიურ მრავალფეროვნებასთან ერთად. არქეოლოგიური არტეფაქტებიდან ვიგებთ, რომ ტაძარი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 500 წლიდან არსებობს, რაც ამ ტაძრის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ტაძრის მთლიან ტერიტორიაზე 3 ეზოა გაშენებული, რომლებიც ერთმანეთისგან დაბალი კედლებითაა გამოყოფილი. გარე ეზო, სადაც პავილიონებია განთავსებული, გამოიყენება ფესტივალებისთვის, შეხვედრებისთვის და მსგავსი ღონისძიებებისთვის. შუა ეზო გარდამავალი ზონაა, ადამიანურ და ღვთაებრივ ცხოვრებას შორის. აქ მზადდება შესაწირავები და ინახება ტაძრის ატრიბუტები. შიდა ეზო სალოცავებისა და რელიგიური ცერემონიების ადგილია. სალოცავები ცნობილია როგორც მერუსები და წარმოადგენს კვადრატულ ნაგებობებს, აგურის ფუძით და ჩალის სახურავით. სახურავების რაოდენობა ასახავს ღვთაების სტატუსს და ყოველი კენტი რიცხვია. ტაძრის შიდა საკურთხეველში შესვლა მხოლოდ მორწმუნეებისთვისაა შესაძლებელი. ჩვენ მხოლოდ გარედან ხილვა შეგვიძლია. ულუნდანუს ინდუისტური ტაძარი 1623 წელს არის აშენებული ინდუისტური ღმერთის დევი დანუს სახელზე. ჩემგან მდებარე ტბა არის ბერატანის ტბა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ახლომდებარე დასახლებებს ასაზრდოვებდა. შესაბამისად, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად ამ მოსახლეობამ ააშენა ეს ტაძარი წყლის ქალღმერთის დევი დანუს საპატივცემულოდ. ტაძრის კომპლექსში არის 5 სხვადასხვა სამლოცველო, რომელიც ინდუიზმის 5 სხვადასხვა ღმერთს ეძღვნება. ძალიან ლამაზი ტერიტორია, ყველგან არის გამწვანება, ყვავილები, ულამაზესი ხეები, საოცარი სიმშვიდეა და ჰარმონია სუფევს. ამ ტაძრის მთლიან დათვალიერებას ალბათ მინიმუმ 1 საათი დასჭირდება, ამიტომ თუ აქ მოსვლას გადაწყვეტთ და მის კარგად დათვალიერებას უმჯობესია დროს სწორად გათვალოთ.
წავედით შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. იქამდე მისასვლელად დაახლოებით საათნახევარი გვჭირდება. ახლა მოვიდით ერთ ადგილას, საიდანაც დავიწყებთ ლაშქრობას, ვინაიდან დიდი ხანი არ გვილაშქრია და დადგა დრო ერთი კარგი ადგილი მოვინახულოთ. კუნძულ ბალიზე არაერთი ჩანჩქერია, მაგრამ რამდენიმე გამორჩეულია და მათ შორის არის სეკუმპულის ჩანჩქერი, რომელსაც ახლა ვესტუმრებით. მოვიდი საბარგი ადგილას, ყავს ადგილობრივი გიდიც, რომელიც გაგვიძღვება და დარწმუნებული ვარ, შენობაში ეს პატარა ლაშქრობა ძალიან მოგვეწონება და რასაკვირველია უშუალოდ ჩანჩქერიც. როცა გვეგონა საფეხმავლო გზა იწყებოდა, ადგილობრივმა გიდმა დამხმარეს დაუძახა და გითხრა, რომ ჯერ სკუტერებით უნდა წავსულიყავით. ჩვენც გავთავსდით ჩვენ ადგილებზე და დავიძარით. ვისაც ტაილანდის გადაცემები გინახავთ, გემახსოვრებათ. სკუტერით ქალაქში მიმგზავრია, მაგრამ ასეთ ადგილას მგზავრობა ბევრად მძაფრი შეგრძნებებითაა სავსე. მალევე ჩავედით ბილიკის საწყის წერტილზე, საიდანაც ფეხით შეიძლება გადაადგილება. ჩამოვედით უსასრულო კიბეები. საკმაოდ დამრეცია და ლაშქრობაში ყველაზე მეტად კიბეები არ მიყვარს. ვინაიდან როდესაც კიბეებით მოძრაობ, ორჯერ შეიძლება სამჯერ მეტადაც კი ვიღლებოდე. თუმცა ჩამოთვლისას ისეთი კადრები გადავიღეთ უკვე დრონით და ისეთ საოცარ ადგილას მივდივართ, ყველანაირ დაღლილობად ღირს. ახლა გადმოვუხვიეთ მარჯვნივ, რომ პირველი ჩანჩქერი მოვინახულოთ და ნახოთ როგორ მოგვეწონება უკვე ქვემოდან. სეკუმპულის ჩანჩქერთან მიახლოებისას მდინარის გადალახვა მოგვიწევს. ამიტომ საჭიროა სათადარიგო ფეხსაცმლის ან სანდლების ქონა. წყალი მუხლებამდეა. მარტივად გადავკვეთეთ და მალევე მივოდექით ჩანჩქერს. საკმაოდ მოაქვს წვეთები და ფაქტობრივად 30 წუთი ძალიან შეიძლება ვარ, თუმცა აი ესეთი ძალიან მაგარი ჩანჩქერია. სეკუმპულის ჩანჩქერი ბალის ჩრდილოეთით მდებარე უზარმაზარი ჩანჩქერია. 80 მეტრი ვარდნის სიმაღლით ის ბალის ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. აქ მდებარე ჩანჩქერების სიმრავლის გამო ამ ტერიტორიას ხშირად 7 ჩანჩქერის სახელით მოიხსენიებენ. თითოეული ჩანჩქერი მაღალი კლდეებიდან ეშვება და ჩაფლულია სიმწვანეში. ხილის პლანტაციები, ბრინჯის ტერასები და ტრადიციული სოფლის ცხოვრების პეიზაჟები დამატებითი სანახაობაა, რასაც ეს ადგილი გვთავაზობს. მსურველებს შეგიძლიათ გაიხადოთ და გაგრილდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, საკმაოდ ძლიერი ტალღა აქვს და მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ჩვენი გიდი გვირჩევს, რომ შემდეგ ჩანჩქერთან ვცადოთ ცურვა. აქედან მივდივართ მეორე ჩანჩქერისკენ, რომელსაც ფიჯი ჰქვია. ჩვენმა გამყოლმა გვირჩია ფეხსაცმელი არ ჩაგვეცვა, რადგან რამდენჯერმე ისევ მდინარეში გავლა მოგვიწევდა. ნელა გადავაადგილდებით, მაგრამ არსად არ გვეჩქარება. ტკბებით ულამაზესი ბუნებით.
ძალიან ბევრი ჩანჩქერი მინახავს, მაგრამ ასეთი ძლიერი ძალიან ცოტა, ვინაიდან 50-100 მეტრის სიშორეზეც კი წვეთები გეცემა და ფაქტობრივად 10 წამი დასჭირდება სულ დასველებას. ეს არის ფიჯის ჩანჩქერი, რომელიც სანახავად სულ რაღაც 200 მეტრი დაგჭირდებათ პირველი ჩანჩქერიდან. მოგიწევთ გატოპვა, ამიტომ აქ თუ მოხვალთ მზად იყავით. ამისთვის ან მეორე ფეხსაცმელი გქონდეთ, ან ფლოსტები გქონდეთ წამოღებული. თუ რამე ფოტო გინახავთ ბალიზე, რომ ლამაზ ფოტოებს იღებენ განსაკუთრებით გოგოები, ეს ჩანჩქერია ზუსტად და თუ მოხვალთ ასევე მზად იყავით, კარგი კამერა გქონდეთ. ფიზიკურად იქ ვერ შევძლიათ ვერაფრის გადაღება, მხოლოდ რამდენიმე კადრი მოვასწარი, მაგრამ შენობაში ძალიან მომეწონა, გავგრილდი და ახლა უკვე დაბლა გავეშურებ. ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით ამ შვენიერ ადგილას, მერე კი გამოვემშვიდობდით და დავუბრუნდით ბილიქს. დინარეების გავლის შემდეგ კვლავ სალაშქრო ფეხსაცმელები ჩავიცვით, რადგან ასე ბევრად კომფორტულად ვივით. ავიარეთ ვიწრო კიბეები, აღმართები, კვლავ სკუტერებზე მოვყალათდით და 7-8 წუთში მივედით ჩვენს მანქანასთან. აქედან უკან, უბუდში დავბრუნდებით. გზავრობას გზის გადატვირთულობის გამო 2-3 საათი დასჭირდება. როდესაც ინდონეზიის მოგზაურობას ვგეგმავდი, ინფორმაციებს ვაგროვებდი. ერთ საინტერესო დღესასწაულს გადავაწყდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ის მოძრავი თარიღით აღინიშნება. მხოლოდ ბალიზე ყოფნისას გავარკვიე, რომ დღესასწაული სწორედ ჩვენს მოგზაურობას ემთხვეოდა. ბალის თითქმის ყველა რელიგიური ფესტივალი და წმინდა დღე ყოველთვის განისაზღვრება ბალის კალენდრის ჩაკას ან საკას მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ბალინური თემი ბალის კალენდრის შესაბამისად ისე კავარსას ბალინურ ახალწელს სრული 6 დღის განმავლობაში აღნიშნავს, ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულები 3 სხვადასხვა დღეს იმართება. აქედან უნიშნულოვანესია მეორე დღე, რა დროსაც მზის ჩასვლის შემდეგ იმართება ოგოოგოს აღლუმები. ამ დროს ხალხი ქუჩაში გამოდის და გამოაქვთ მითოლოგიური დიდი ფიგურები. ისმის ტრადიციული მუსიკა და შესაძლებელია ცეკვის ნახვა. შემდეგი დღე კი ეგრეთ წოდებული დუმილის დღეა. ოგოოგოს წინა დღეებში ქუჩაში გადაადგილებისას ვხედავდით სხვადასხვა ტაძარში მყოფ მომლოცველებს. სწორედ ამ დღისთვის ემზადებოდნენ. ქალაქგარეთ მგზავრობისას კი ვხედავდით დღესასწაულისთვის მზადების პროცესს. ერთი სული მაქვს დაღამდეს და ჩვენი თვალით ვნახოთ ეს უჩვეულო დღესასწაული. საღამოს გამოვიდით ქუჩაში, რომ ერთ საინტერესო ფესტივალს შევერთეთ. ეს არის აქ მცხოვრები ხალხის ახალი წელიწადი. და იმ მსვლელობას, რომელიც ახლა გაიმართება, ეწოდება ოგოოგო, სადაც ჩამოატარებენ სხვადასხვა ზომის ქანდაკებას, რომლებიც გამოხატავენ ბოროტ სულებს. ის ხალხი, რომელიც ამ ქანდაკებას გამოყვება, დევნის ამ ბოროტ სულებს, რათა დაისადგუროს მშვიდობა და მხოლოდ სიკეთეს უფევდეს ამ ტერიტორიაზე. ამ მსვლელობისთვის ძირითადი ცენტრალური გზები გადაკეტილია, მხოლოდ საფეხმავლოებისთვის და როგორც ხედავთ, აქა-იქ სკუტერები მოძრაობენ, ამიტომ ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენს გზას უბუდის სასახლისკენ, სადაც იქნება ჩამოტარება ამ ძეგლების და შეიძლება ჩვენ შევუერთდეთ. ნახოთ რა იქნება. მსვლელობაში მონაწილეობა ყველა შეუძლია. ზოგიც ისეთ ადგილს არჩევს, რომ კარგად დააკვირდეს მსვლელობას. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ადრე მოხვიდეთ ადგილის დასაკავებლად. უბუდის თითოეული ქუჩა ხალხითაა სავსე. გადაადგილება ძალიან ჭირს. ტაქსის აპლიკაციები რთულად მუშაობს. თუ გაგიმართლოთ და მძღოლი იპოვეთ, ფულის დამატებას მოგთხოვთ. მაგრამ ახლა მთავარი ამ მსვლელობაში მონაწილეობის მიღებაა.
ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შევერთებოდით მსვლელობას და ერთ-ერთ ქანდაკებას ამოუდექით და დროდადრო ისვენებენ რომ სადენებში არ გაებას ეს თითოეული ძეგლი და გაიარო. ახლა შემზადებია. მივდივართ. ძალიან მაგარი შეჯდება ესეთ რაღაცას პირველად ვესწრებით ან ერთგვარად მონაწილეც ვარ და ძალიან მაგარია. ვაუ. ნამდვილად გავგიმართლა, რომ სწორედ ამ პერიოდში მოგზაურობთ აქ. არ მეგონა ასეთი სანახაობრივი მსვლელობა თუ იქნებოდა. ხალხის სიმრავლის გამო უჰაერობა და სიცხეა. აქ მოსვლამდე სჯობს წინასწარ მოიმარაგოთ ცივი სასმელები. რამდენიმე ღია მაღაზია დავინახე, მაგრამ ყველგან ძალიან დიდი რიგები იყო და მომიწია რიგში დგომა. ძალიან ბევრი ხალხია, არ მეგონა თუ ამდენი ადამიანი საერთოდ აქ იმყოფებოდა, მაგრამ დღევანდელი დღისთვის ყველა გამოვედით გარეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ხდება არის ახლა აქ. ბალიზე მოგზაურობისას ფეხის ყოველ ნაბიჯზე, ტაძრებში, სახლებში, ქუჩებში შეხვდებათ პატარა შესაწირავი კალათა, რომელსაც კანანგ-სარი ჰქვია. ის პალმის ფოთლებისგან დაწნული კალათაა, რომელიც ყვავილებით, საკმევლით, ტკბილეულით, მონეტებით და სხვა მრავალი ნივთითაა სავსე. კანინსარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დეკორაცია. ის არის ჰარმონიის, მადლიერების და სულიერი კავშირის სიმბოლო ბალინურ ინდუიზმში. გუშინდელი მსვლელობისა და მოლხენის შემდეგ დავბრუნდით სასტუმროში, გათენდა ახალი მშვენიერი დღე და
გამოდით ეზოში. ადგილობრივებისთვის დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელსაც უწოდებენ სიჩუმის დღეს და ისინი ამ დღეს ყველაფრის კეთებისგან თავს იკავებენ. დაკეტილია მაღაზიები, რესტორნები, კაფე-ბარები, არ მუშაობს არც ტაქსი, არც საკვების ან ღამის გამოძახების სერვისი, მხოლოდ სასტუმროები მუშაობს თავისი სტუმრებისთვის. ვინაიდან დღეს ყველაფერი დაკეტილია და ვერსადგილს ვერ შეუძლებდით, ამ დღისთვის შევარჩიეთ ესეთი სასტუმრო, სადაც შეუძლებდით გარეთ გამოსვლას, გასეირნებას, აუზე დასვენებას, ცურვას და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ დღეს ყველაფერი დაკეტილია, რამდენიმე საინტერესო ფაქტი კიდევ გავარკვიეთ. მაგალითისთვის, ადგილობრივი სიმბარათები, ტელეფონის ნომრები შეზღუდული ინტერნეტისთვის და დაბლოკილია. ხოლო დარეკვა არის შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში პრობლემა რომ არ წარმოიშვას. ასევე ჩვენმა სასტუმრომ გთხოვა რომ როდესაც მოსაღამოვდება, მაქსიმალურად ჩავაქროთ შუქი და დავზოგოთ ელექტროენერგია. როგორც ვიცით, მთლიანი ბარი ფაქტობრივად ჩაბნელებულია, ვინაიდან ოჯახები აქრობენ შუქს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებიან სანთლებით ან იყენებენ ელექტროენერგიას. ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ მათ თხოვნას, პატივს ვცემთ მათ ტრადიციებს, მანამდე კი ვესწრებით დღეს დავისვენოთ და აქ არსებული შესაძლებლობებით გამიძვირთოთ. ამ წმინდან დღეს კუნძულზე ყველა ვალდებულია სახლში დარჩეს. შუქი ჩააქროს და სიჩუმე დაიცვას. ყველა გარე აქტივობა ჩერდება, ბიზნესები იხურება, სკოლები იკეტება, ზები ცარიელია, სასტრაფო დახმარების მანქანების გარდა. აეროპორტიც კი 24 საათი წყვეტს მუშაობას. ამიტომ შეგიძლიათ წინასწარ მოემზადოთ ამ დღისთვის და დასვენების დღე დააქციოთ. ბალიზე მოგზაურობა შესაძლებელია როგორც მაღალ, ისე დაბალ ბიუჯეტურად დაგეგმოთ. მომსახურება ყველა სეგმენტზეა გათვლილი. გაზაფხულზე, რადგანაც ჩვენ მოგზაურობთ, ქალაქის ცენტრში 2 ადგილიანი სასტუმრო ოთახი, აუზითა და კვების ობიექტით დაახლოებით 80-დან 120 ლარამდეა. უფრო ბიუჯეტური ვარიანტი ჰოსტელია, რომლის ფასიც 15-დან 50 ლარამდე მერყეობს. საშუალოზე მაღალი კლასის სასტუმროში 2 ადგილიანი ოთახი აუზითა და საუზმით 180 ლარია, ხოლო მაღალი კლასის სასტუმროში ფასები 350 ლარიდან იწყება. სრულდება ჩვენი ინდონეზიური თავგადასავალი. მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადე განსაკუთრებული ადგილები და შთაბეჭდილებები ჩამეწერა ჩემს მოგზაურის დღიურში. ერთად მოვინახულეთ დიდი და პატარა ქალაქები. ვილაშქრეთ ვულკანებზე, ჰქონდა სხვადასხვა აქტივობა კუნძულებზე, დავათვალიერეთ გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები და გავიცანით ადგილობრივი მოსახლეობა. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად ვფიქრობ, მაინც საინტერესო თავგადასავალი გამოგვივიდა და იმედი მაქვს, თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურეთ. ახლა კი საქართველოში დაბრუნების დროა. შემდეგი გადაცემიდან ვიმოგზაურებთ სამცხე-ჯავახეთში. წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდება.